გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. ეს გადაცემა არ იქნება ახალ აბსურდულ კანონზე უცხოური გრანტების შესახებ, რომელსაც ხოთაშორის ძალიან სწორად უწოდეს ბიძინა ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ. ეს გადაცემა იქნება ისეთ კორუფციულ სქემებზე, რომელიც ადრე არსად შემოგვხედრიათ, მაგრამ დასაწყისში სულ 2 წუთით მაინც მიმოვიხილოთ ეს ვითომ კანონიც. დავიწყოთ იქიდან, რომ Deep State-თან გამალებულ პარანოიდალურ ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილს მოეჩვენა, რომ მთელი საქართველო Deep State-ია. რავი, მეჩვენება შეიძლება ვიღაცამ თქვას მაინც რომ მოჩვენებები მაქვს ახლა ეს. ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე უკვე ბევრი ისაუბრეს, მაგრამ მოკლედ შევაჯამებ. შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე ახლაც ციხეში უნდა ისხდნენ. რატომ? იმიტომ რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ხალხს 8 წლით აეკრძალა პოლიტიკაში ყოფნა. ერთ ასეთ ამბავს გაგახსენებთ. 2023 წელია რუსეთში აიწია ერთი დიდი სკანდალი. როცა პუტინი უკრაინის ომში საზარბაზნე ხორცად გზავნიდა 100,000-ობით ადამიანს, ამის პარალელურად რუსული ელიტის წარმომადგენლებმა მოაწყვეს ეგრეთ წოდებული შიშველი წვეულება, სადაც დედი შობილა ერთობოდნენ. У нас сегодня вечеринка. Вау! Уявливая подруга. მას შემდეგ რაც ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელებში, ყველას მოუწია თავის მართლება. აი მაგალითად როგორ იმართა თავი რუსმა მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა. В жизни каждого человека бывают моменты, когда зашел не в ту дверь. Кოცური პერსპექტივიდან, ვიმეორებ, კოცური პერსპექტივიდან ახლა ზუსტად იგივეს აკეთებს შალვა პაპუაშვილი. პაპუაშვილი 17 წელი გერმანიის მთავრობის კარში შედიოდა, ევროებს იღებდა და ახლა გვიმტკიცებს, რომ უბრალოდ არასწორ კარში შევიდა. Бывают моменты, когда зашел не в ту дверь. ხოლო NGO-ებს მოუწოდებს, თუ მათ პოლიტიკაში უნდა ჩემოსვლა, გაგრილების პერიოდი აიღონ. NGO-ში არიან და მე შემდეგ ცდილობენ ისინი მოიყვანონ პოლიტიკურ ხელისუფლებაში, ამისთვის აიყონ გარკვეული ეგრეთ წოდებული გაგრილების პერიოდი. ამის პარალელურად კი თავად ამტკიცებს, რომ ის ტრაკი, რომელიც უცხოური ფულებით ჰქონდა მომთბარი, უკვე გაიგრილა. თქვენ არ მიწევდათ არაფერი? მე 2020 დამოყოლებული კარგად გაგრილებული ვარ. პაპუაშვილის ნაირებზე მისივე გუნდის წევრს გადასარევად აქვს ნათქვამი. გავუშვით. თუ კაცი თავისთვის ცხოვრობს და იმ დროს თავის თავზე ირგებს, ასეთ ადამიანებს მედროვეები ქვია. ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში გაგრილებული აგენტების მთელი ბატალიონი ყავს. აი მაგალითად გივი მიქანაძე. კაცი, რომელიც 15 წელი მუშაობდა ევროპის საბჭოსა და გაერო სტრუქტურებში. ევროპული ფულით არემონტებდა ციხეებს და წერდა იმ სტანდარტებს, რომლებსაც ახლა თავადვე არ ღვევს. დღეს კი, როცა ეკითხებიან, როგორ ათავსებს ევროპულ წარსულს რუსულ აწმყოსთან, ან განათლების მინისტრ კაცს სადოქტორო რატომ არ აქვს დაცული, აი ესეთ რამეს პასუხობს. უნივერსიტეტში ხარისხის დაცვას აპირებ? არ გამოგჩეს ირაკლი კობახიძეც, სოროსის ფონდის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი წევრი. ირაკლი კირცხალიას დაწერილი კანონით ეს ხალხი, პაპუაშვილი, მიქანაძე, კობახიძე, ახლა უნდა იჯდნენ არა პარლამენტში, არამედ უცხოური გავლენის კარანტინში. რადგან 8 წლიანი აკრძალვა მათზეც უნდა ვრცელდებოდეს. მაგრამ როგორც ჩანს, ქართულ ოცნებაში კანონი მოქმედებს პრინციპით: აგენტი ხარ თუ ჩვენ წინააღმდეგ ხარ, თუ ჩვენთან ხარ, გაგრილებული პატრიოტი ხარ. სინამდვილეში კი ამ კონტექსტში გაგრილებული ნიშნავს ხორცის ნახევარ ფაბრიკატს. როგორც კი ბიძინა ივანიშვილი ამ გაგრილებულ თუ გაყინულ ქოცებს იმუნიტეტს მოხსნის, ისინი ავტომატურად ელღვებიან და დღის კერძის სტატუსით გადაინაცვლებენ ბიძინას თეფისზე. მოკლედ, საბჭოთა კავშირში არსებობდა ასეთი ძალიან საყვარელი ორგანიზაცია, შინსახკომი, იგივე NKVD. ეს იყო რეპრესიების მანქანა, რომელიც ზუსტად ისე ითხოვდა აგენტების გამოვლენას, როგორც დღეს მამუკა მდინარაძე ითხოვს. მაგრამ მოდით გავიხსენოთ ამ ორგანიზაციის მენეჯერთა ბედი. გენრიხ იაგოდა, NKVD-ს პირველი შეფი, მან დაიწყო პირველი დიდი წმენდა. მერე კი თავად დახვრიტეს. ვინ? მისმა მოადგილემ, ეჟოვმა. ეჟოვმა დახვრიტა იაგოდა და გააგრძელა რეპრესიები კიდევ უფრო დიდი სისასტიკით. 1940 წელს ისიც დახვრიტეს. ეჟოვის დახვრეტის უკან იყო ლავრენტი ბერია. წლების განმავლობაში იყო სისტემის არქიტექტორი და ბოლოს, როგორც კი ბელადი მოკვდა, ბერიაც მიაყოლეს. დახვრიტეს როგორც ინგლისის შპიონი. ასეთი ჩაკეტილი რეპრესიული სისტემები გავს თამაშს მაფიის
ღამე. სადაც არიცი მაგიდასთან სხდომთაგან ვის დააჯდება სამიზნე. მაგრამ თუ გახსოვთ, ამ თამაშის მთავარი მუღამი ისაა, რომ მაფიოზმა უნდა ამტკიცოს, რომ მაფიოზი კი არა, მოქალაქეა. მე ვარ მოქალაქე. ჩვენ ამ შიდა ქოცურ დაპირისპირებაში ერთი საინტერესო დაკვირვება ვაწარმოეთ. წინა გადაცემებში ვინც ვახსენეთ, ყველა დაიჭირეს ან საქმე აღწრეს. დავით ტაბიძე, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომეო მიქაუტაძე, ირაკლი ღარიბაშვილი. ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს. არ გეგონოთ რომ რამე წინასწარ ვიცით. მეც მიკვირს ეს დამთხოვები და ერთ ლოგიკურ დასკვნამდე მივედი. ჩვენს გადაცემაში ვისაც ვახსენებთ, ის ითარსება. მოკლედ ასეა თუ ისე, სანამ გვაქვს ამისი ფუფუნება და ჯერ გარეთვართ, დღეს წარმოგიდგენთ 5 დასაჭერი ქოცის დოსიეს. მეხუთე ადგილი კახა კალაძე. მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. როგორც მოარული ენები ამბობენ, კალაძის თავზე ყველაზე მეტად იყრიან თავს შავი ღრუბლები. ეს არცაა გასაოცარი. ღარიბაშვილთან ერთად კალაძე ყველაზე მსუყელ უკმაა ივანიშვილისთვის, რომელსაც შეიძლება ბოლოსკენ ინახავს, არ გამოვრიცხავ. ჩვენ აღარ დავიწყებთ ლაპარაკს იმაზე, რომ კახა კალაძეს აქვს ბიზნეს ინტერესები, რომლებსაც კანონი კრძალავს. ამას კიდევ ცალკე გადაცემას მიუძღვნით მომავალში. არც იმაზე, რომ პარიზში 3.5 მილიონიანი ბინა აქვს, რომელიც იდეალური კომპრომატია ბიზნესთვის. არც ვაკის პარკის ან სადგურის მოედნის ტრაგედიებზე, რომელიც პირდაპირ კალაძის კორუფციის გამო მოხდა, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აუღია. მაგრამ არის ერთი თემა, რომლის ლოგიკურ ახსნას ვერავინ პოულობს. ეს არის ვარკეთილის მეტროს დაუსრულებელი საგა. სამუშაოები დაიწყება ახლოს მომავალში, არა მხოლოდ ვარკეთილის მეტროში. მოდით მივყვეთ ქრონოლოგიას და თქვენც ნახავთ, რომ აქ რაღაც სხვა ამბავი ხდება. 2017 წელი ვარკეთილის მეტრო გაარემონტეს და გახსნეს. 2018 წელი 5 თვეში ჭერი ჩამოინგრა, 14 ადამიანი დაშავდა. 2022 წელი მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა, გაიმარჯვა კომპანია მამისონმა, მაგრამ 6 თვეში ხელშეკრულება გაუწყვეტეს. 2023 წელი მერიამ უტენდეროდ პირდაპირი წესით, იმიტომ რომ ეჩქარებოდა თვითონ ხელშეკრულება გაუფორმა კომპანია Bada Constructions. ღირებულებად 13.4 მილიონი ლარი. ვინ არის Bada Construction? კომპანია, რომლის დამფუძნებელი ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია და რომელსაც მანამდე სახელმწიფოსთან მაქსიმუმ 2000 ლარიანი კონტრაქტი ჰქონდა. ანუ კალაძემ 13 მილიონი მისცა კომპანიას, რომელსაც მეტროს რემონტის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. 2024 წლის თებერვალი. კალაძე გვპირდება, ზაფხულის ბოლოს ყველაფერი მორჩება. ის სამუშაოები, რაც ახლა მიმდინარეობს, იქნება დამთავრებული. 2025 წლის აპრილი. კალაძე გამოდის და ამბობს, უი არ მორჩა. ახლა ბელარუსულ კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება. იანვარში კი დაგვიანონსეს, 31 მარტისკენ უკვე ნაღდად გაიხსნება. მეგობრებო, მე მაქვს ჩემი ვერსია და დამერწმუნეთ, ეს ყველაფერს ხსნის. კახა კალაძე არ არემონტებს მეტროს. კახა კალაძე ხრის გვირაბს. აბა დაფიქრდით, 10 წელი ერთი მეტროსადგურის რემონტში, სრულებით დაკეტილ სისტემაში. პარალელურად კალაძე ყიდულობს და ყიდულობს ზვირფას და სწრაფ მანქანებს. და ახლა როცა ყველა მის დაჭერაზე საუბრობს, საით გაიქცევა კალაძე? აეროპორტში ბიზინა დაიჭერს, საზღვარზე ბიზინა დაიჭერს. ერთადერთი გზა არის მიწისქვეშა გზა, მეგობრებო. მოაჯდება თავის სწრაფ ფერარებს, პორშეებს, შევა ვარკეთილის მეტროში და გაუჩინარდა. მაგრამ გახსოვდეს კახა, ირაკლი კირცხალიას კანონი მიწისქვეშაც მოქმედებს. თუ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება, ეს არა თავისუფლების, არამედ პროკურატურის ფანრიშუქი იქნება. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილზე გადასვლამდე მინდა იყოთ გულწრფელები. ყოფილ შეყვარებულს თუ დაუბლოკი ხართ, ახალი fake account-ი შეგიქმნიათ, რომ ისევ დაგემატებინათ მეგობრებში. ან უბრალოდ სტორები გენახათ. დარწმუნებული ვარ, რომ კი და ნუ გრცხვენიათ, მარტოები არ ხართ. ალექსანდრე ბარათაშვილი ზუსტად იმავეს აკეთებს. ოღონდ არა ტინდერებში, არამედ ტენდერებში. ეს კაცი არის სახელმწიფო ტენდერების ტოქსიკური ექსი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ეუბნება, ალექსანდრე, მორჩა, დაგბლოკე, აღარ მოხვიდე, შავ სიაში ხარ. ალექსანდრე კი უბრალოდ კომპანიას იცვლის და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც ისევ ენდობა. მოდით დავთვალოთ. 2020 წლიდან 2023 წლამდე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დაბლოკა, შავ სიაში შეიყვანა ბარათაშვილის 4 კომპანია: Real Energy,
ამაპოლა ჩემპიონი რობოტი. ამ კაცს ჭირდება შტატში ახალი კომპანიების სახელების მომფიქრებელი. სიმონი, პაოლო, ნიკო, ლადო, მირზა. მაგრამ ალექსანდრე არ დანებდა მეგობრებო. 2023 წლის ივნისში, როცა ყველა კომპანია გაუშავეს, მან დააარსა ახალი შეპესე, ბარათაშვილის სამშენებლო კომპანია. აქ როგორც ჩანს, ამოეწურა წარმოსახვა სახელების კუთხით. მაგრამ სახელმწიფო შესყიდვების აპარატი, როგორც ჩანს, გულმავიწყი ორგანოა და ეგრევე 800,000 ლარის ტენდერები მისცეს. მაგრამ ყველაზე დიდი მეტამორფოზა მოხდა მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს სქემა გაშიფრეს. ბარათაშვილმა იფიქრა ჯანდაბას, ეს პროფილიც გამიშიფრეს. ახლა სხვისი ფოტოთი უნდა დავრეგისტრირდეო. ამიტომ 2024 წელს თავისი კომპანია გაყიდა. ფასი 1000 ლარი. მყიდველი თედო კობერიძე. ვინ არის თედო? თედო არის ბარათაშვილის იმ ძველი შავ სიაში მყოფი კომპანიების დირექტორი. ანუ კაცმა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო კომპანია 1000 ლარად მიყიდა მარცხენა ჯიბეს და სახელმწიფო ამბობს, ახლა სულ სხვა. თედო სანდო კაცია. მე რომ მის ადგილას ვიყო, შემდეგ კომპანიას პირდაპირ დავარქმევდი. შეპესე გეფიცები, ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება. და დარწმუნებული ვარ, მერია მაგასაც მისცემდა ტენდერს. მესამე ადგილს ამ სიაში იკავებს გაგიკვირდებათ და რატი იონათამიშვილი. მოგესალმებით რატი. საღამოშვიდობის მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოდით გავხსნათ მისი აგენტურული დოსიე, რომელიც სხვადასხვა საჯაროდეს. 2005 წლიდან 2014 წლამდე, თითქმის 10 წლის განმავლობაში, რატი იყო ორგანიზაცია კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის პოლიტიკური პროექტების დირექტორი. დააკვირდით თანამდებობას, პოლიტიკური პროექტების დირექტორი. და ვინ აფინანსებდა ამ პოლიტიკურ პროექტებს? USAID და ევროკავშირი. ანუ რატი იონათამიშვილი 10 წლის განმავლობაში იღებდა ამერიკულ დოლარებსა და ევროებს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროექტები განეხორციელებდა. დღეს კი ეს კაცი გვარწმუნებს, რომ ამავე ფულით პოლიტიკური ან საზოგადოებრივი პროექტების წარმოება არის სუვერენიტეტის ხალატი. ორი ევრობიუროკრატები პირდაპირ საჯაროდ უტიფრად ამბობენ, რომ ისინი ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს იმისთვის, რომ საკუთარი აგენტურა დააფინანსონ. რა თქმა უნდა, ეს შემოჩნეველი არ დარჩება ჩვენ საზოგადოებას. მათი მიზანი არის ძირი გამოუთხარონ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის ცენზურას. აქვე სათქმელია, რომ კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი ორგანიზაცია კეთილშობილი განზრახვებით და მუშაობს საქართველოში შშმ პირებისთვის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მაგრამ გაიუმჯობესა საკუთარი ცხოვრება რატიმ და ახლა უკვე თავისუფლად შეუძლია დაიწყოს თავისი ყოფილი თანამშრომლების ჩაძირვა. ჩვენ ჩავიხედეთ იმ აბსურდულ კანონში, რომელიც ირაკლი კირცხალიამ დააინიცირა. იქ წერია, პირს ეკრძალება პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში იმ წლიდან, როცა მან ბოლოს მიიღო შემოსავალი უცხოური ძალისგან. მოდით დავითვალოთ, რატი იონათამიშვილმა ბოლოს ბინძური ევროპული ფული აიღო 2014 წელს. 2014 პლუს 8, გამოდის 2022, დღეს 2026 წელია. გამოდის, რომ რატი გადარჩა. კანონი მასზე არ ვრცელდება, მაგრამ იცით რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მათ ეს კანონი სპეციალურად საკუთარ თავზე მოირგეს. ზუსტად დათვალეს ხალხო. წარმოგიდგენია, წლები დათვალეს, 8 წელი იმიტომ კი არ ჩაწერეს, რომ 7 ცოტაა და 9 ბევრია, არა. 8 წელი ჩაწერეს იმიტომ, რომ ქართული ოცნების ლიდერებმა NGO-ები დატოვეს 2014-18 წლებში. არ ვიცი რატი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე. ეს უბრალოდ სირცხვილია. ნამდვილად ასია, მაგრამ გაწუხებ შენ ეს სირცხვილი. პირიქით, ხო და ამიტომაცაა, რომ შენი და შენნაირი მედროვეების აზრს არანაირი ფასი არ გააჩნია ჩვენ საზოგადოებაში. მიყვარს როცა მეთანხმებიან. რატი შენ 10 წელი დადიოდი USAID-ის ტრენინგებზე? შენ ისწავლე ადვოკატირება, კანონშემოქმედება და პოლიტიკური ტექნოლოგიები ამერიკელებისგან. ეს სოდნა და უნარები სადმე წავიდა? ტვინიდან ამოგიღეს? არა. შენ დასავლური ცოდნით ებრძვი დასავლეთს. კანონის მიხედვით შენ ახორციელებ უცხოური ტექნიკური დახმარების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. და ამაზე მთავრობის ნებართვა არ გაქვს. ან მეორე ვერსიაა, რომ როგორც კი შეწყდა ევროკავშირის ხელფასი, მთელი ცოდნაც წაიშალე ტვინიდან და სინდისიც მიაყოლა. და ბოლოს მოდი გავიხსენოთ 2023 წელი. რატი იონათამიშვილი ჩადის ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში და ამაყად საუბრობს, თუ როგორ იცავს საქართველოს
LGBTQ თემის უფლებებს. The protection of the right of those at risk of cross discrimination, including LGBTQ persons. მე არ ვიცი რა მოხდა ნიუ-იორკში, მაგრამ ერთი წლის მერე იგივე რატი ხელს აწერს LGBTQ ადამიანების კანონის შემზღუდველ კანონს. აქ ორი ვარიანტია. ან ნიუ-იორკში იყავი გულწრფელი და ახლა თვალთ მაგცობ, ან ახლა ხარ გულწრფელი და მაშინ ატყუებდი გაეროს და USA-ს რომ გრანტები მიგეღო. ორივე შემთხვევაში მოუთხან დედის ტრაკი. მეორე ადგილს ჩვენ სიაში იკავებს დედოფლის წყაროს წყალმომარაგების საგა. საუბარია 6 სოფელზე: ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო და არბოშიკი. სახელებს დააკვირდით: სამთაწყარო, თავწყარო, დედოფლის წყარო. ტოპონიმიკა გვეუბნება, რომ აქ წყალი უნდა ჩქებდეს, მაგრამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ასე არ ფიქრობს. არა მეგობრებო, წყალი არის მოძველებული კონცეფცია. ჩვენ გთავაზობთ წყლის მოლოდინს. არც წყალი, არც კიბე, ვაფშე რაზე მოდიოდნენ. ყველაფერი დაიწყო 2021 წელს. სახელმწიფომ გამოაცხადა, გამოვყოფთ 11 მილიონ ლარს და 2022 წლის აგვისტოში ამ სოფლებში წყალი იქნება. მაგრამ მოვიდა 2022 წლის აგვისტო, წყალი არ არის. მოვიდა 2023 წელი, წყალი არ არის. მოვიდა 2024 წელი, წყალი არ არის. დღეს 2026 წელია და იცით რა ხდება? სწორია, წყალი არ არის. ამ საქმის შემსრულებელი არის კონტრაქტორი კომპანია უცნაური სახელით, ჯეითუნი და საბა, რაც უფრო ევროვიზიაზე გასაგზავნი დუეტის სახელს გავს, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ოფიციალური მონაცემებით ამ კომპანიამ ბიუჯეტიდან უკვე წაიღო 9 მილიონ ლარზე მეტი. ეს არის მთლიანი საპროექტო თანხის 82%. წყალი კი ისევ არ არის. 60 ლიტრა წყალი ხო მაინც ჭირდება 3 სული ვართ სახში, 4 მე ვხდე ბოშში. რო გადაივილო საღამოზე წყალი, 60 ლიტრა წყალი, რო ასე დამისხი, აკერ დამისხი, აკანა დამისხი, ხო ეკონომიურად რო. პარალელურად ხელშეკრულების დოკუმენტში შესულია 21 ცვლილება. 21 ჯერ დასხდნენ, მოიწვიეს იურისტები, დახარჯეს ქაღალდი და მელანი, რომ ხელშეკრულება შეიცვალა. აქედან 16 ცვლილება ეხებოდა ვადის გადაწევას. წარმოიდგინეთ, ბანკში რომ მიხვიდეთ და კრედიტ ოფიცერს უთხრათ: "იცი დღეს ვერ ვიხდი. მოდი მომავალ თვეში იყოს და ასე 16 ჯერ." მე 16 ჯერზე ბანკი რას იზამს, პოლიციას გამოიძახებს და ქონებას წაგართვევთ. და სახელმწიფო რას აკეთებს? ჯეითუნს და საბას თავზე ხელს უსვამს და ეუბნება: "არა უშავს ბიჭო, არ იღებოდ. აი თქვენ კიდევ ფული და კიდევ დრო. თავარი არ ინერვიულოთ." კომპანიას არც ერთხელ, ვიმეორებ, არც ერთხელ არ დაკისრებია პირსაგამტეხო. ეს უკვე აღარ არის სახელმწიფო შესყიდვა. ეს არის საქველმოქმედო ფონდი დაეხმარე ზარმაც ტენდერშიკს. 2025 წლის ივლისში, როცა პროექტი უკვე წლებით იყო ჩამორჩენილი და 9 მილიონი გამქრალი, ადგილზე ჩავიდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე. ჩავიდა დედოფლის წყაროში, შეხვდა ადგილობრივ ჩინოვნიკებს, დაასხდნენ, ისაუბრეს. რაზე ისაუბრეს? მომავლის გეგმებზე, განვითარებაზე, წყალმომარაგების პერსპექტივაზე. მაგრამ იცით რაზე არ მოუღიათ ხმა? ამ 9 მილიონიან აორთქლებულ პროექტზე. ამ ამბავში მე არ ვიცი ვინ არის კონკრეტულად დასაჭერი პირველ რიგში. კომპანიის დირექტორი, რომელმაც 9 მილიონი აითვისა და წყალი ვერ მოიყვანა, თუ დავით კვინიკაძე და ის ჩინოვნიკები, რომლებმაც 21 ჯერ მოაწერეს ხელი გადავადებას და ერთხელაც არ დააჯარიმეს შემსრულებელი. სავარაუდოდ ყველა ერთად. ხო და ყველას ერთად მოუთხან დედის ტრაკი. პირველი ადგილი. გაგიკვირდებათ და ისევ კალაძე. ძალიან სამწუხაროა. წინა სეგმენტში ვნახეთ, რომ ვარკეთილში მიწისქვეშა გვირაბებს თხრის, მაგრამ როგორც ჩანს, კალაძე მრავალმხრივ ნიჭიერი კაცია. მისი ამბიციები ვერტიკალურიცაა. 2020 წელი, 5 ოქტომბერი, საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 25 დღეა დარჩენილი. ქართულ ოცნებას ჭირდება ბომბა ამბავი, რაღაც ისეთი, რაც ხალხს გულს აუჩუღებს, ასე ვთქვა. და აი სცენაზე გამოდის თბილისის მერი, კახა კალაძე და გვახარებს. იპოდრომი საჩუქარია ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბური ისტორიული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ ქართულს, რომ ეს ტერიტორია გადმოგცა და ამას დაემატა ის, რომ მერია ერთ-ერთს არ დახარჯავს პროექტის განხორციელებაზე, თვითონ ფონდი არის პასუხისმგებელი, რომ უკვე გაკეთებულს, გალამაზებულს, კეთილმოწყობილს ჩაგვაბარებს. ხალხი ტაშს უკრავდა. მედია ზეიმობდა. სოციალურ ქსელებში მადლობა ბატონ ბიძინას პოსტების ცვენა იყო. პირდებოდნენ იაპონურ ბაღებს, ფრანგულ ხეივნებს, სკეიტ პარკებს, ბედნიერ სახეებს. ყველანაირად კეთილმოწყობილი იქნება, ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება. დღეს 2026 წელია, გავიდა 6 წელი.
პარკი არ არის. პარკის ტერიტორიაზე აუცილებლად იქნება განთავსებული იაპონური ბაღი, იაპონური ბაღი არ არის. ფრანგული ბაღი, ფრანგული ხეივანი არ არის. სამაგიეროდ რა არის? არის ბეტონის ღობეები. სამშენებლო მტვერი და სრული სიჩუმე მერიის მხრიდან. როცა ჟურნალისტები კითხულობენ, ბატონო კახა, სად არის პარკი? მერია პასუხობს, ჩვენ არ გვეხება. ქართუ აკეთებს. კერძო საკუთრებაა, ჩვენ აშუაში ვართ. მოიცად, 2020-ში ხომ თქვით, მუნიციპალიტეტს ვაჩუქეთო. ახლა გახდა კერძო საკუთრება. მაგრამ სინამდვილეში ეს დუმილი ემსახურება ერთადერთ მიზანს, დაიმალოს დიდი ჩვეულებრივი აფიორა. როგორც აღმოჩნდა, იპოდრომზე ბიზინამ კლასიკური ტროას ცხენი შეუშვა. ეს საჩუქარი აღმოჩნდა კლასიკური ტროას ცხენი. ბიძინა ივანიშვილმა 2020 წელს ქალაქს მართლაც აჩუქა იპოდრომის 36 ჰექტარი. ოღონდ ხრიოკი ადგილი, რომელიც გავერანებული იყო, სადაც ხეები არ იყო და რომლის მოვლაც მილიონები ჯდებოდა. ანუ თქვა, აი ეს თქვენ ბიუჯეტის ფულით, ანუ ჩვენივე ფულით. მოაწყვეთ იქ პარკი, გაიყვანეთ გზები, კომუნიკაციები. მაგრამ იპოდრომს ჰქონდა მეორე ნაწილი, ყველაზე ძვირფასი, ყველაზე ტყიანი, ყველაზე ეკოლოგიური და კომერციულად მიმზიდველი. 8 ჰექტარი. აი ეს ნაწილი ბიზინამ დაიტოვა. მაგრამ ჯანდაბას იმდენ ამეში იხარჯება ბიუჯეტის ფული იყოს ჩვენი ფულით აშენებული პარკი. თავარია იყოს. უბრალოდ ამასობაში 2023 წელს ფონდმა ქართუმ ეს დატოვებული 8 ჰექტარი ჩუმად ყოველგვარი ხმაურის გარეშე გაყიდა 85 მილიონ დოლარად. ყიდველი იყო კომპანია Central Park Avenue, ფხაკაძეების კლანი, ლუკოილის და სხვა ბიზნესების ფლობელი. და რა შენდება ამ 85 მილიონიან ტერიტორიაზე? კახაკალაძის დანაპირები მულტიფუნქციური რეკრეაციული ზონა? არა, რა თქმა უნდა. 2024 წლის ივნისში თბილისის საკრებულომ კალაძის დავალებით სასწრაფოდ შეცვალა ზონალური სტატუსი. რეკრეაციული ზონა, სადაც მშენებლობა აკრძალულია, გადააკეთეს სამშენებლო ზონად და გაიცა ნებართვა 7 ცათამბჯენზე. დედის ტრაკი. პროექტის მიხედვით ყველაზე მაღალი კოშკი იქნება 77 სართულიანი. ეს იქნება თბილისის ყველაზე მაღალი შენობა, ბეტონის მონსტრი. დედის ტრაკი, რომელიც საბურთალოს ცენტრში ამოიზრდება ისე, რომ თელმა ქალაქმა დაინახოს. და თუ ოდესმე ცენტრალური პარკი გაშენდა, მხოლოდ და მხოლოდ ამ 77 სართულიან კორპუსში შესახლებული უცხოელი და ქართველი მილიონერების ძაღლების გასასეირნებლად. დედის ტრაკი. ამიტომაც კახა, თუ გვირაბით გაქცევის გეგმა არ გამოვიდა, შეგრჩება მშვენიერი 77 სართულიანი კოშკი, საიდანაც შეგიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დროს გამოიქა. მოკლედ ესაა ჩვენი დასათარს და სია. ოღონდ რა თქმა უნდა, ამით არ სრულდება. ქართული ოცნების წევრობა ნიშნავს თანამზრახველობას ერთ დიდ კორუფციულ პირამიდაში. უბრალოდ მაინც შეგახსენებთ, რამდენადაც დიდი და მდიდრული შეიძლება ეს პირამიდა იყოს, საბოლოოდ ნებისმიერი პირამიდა უბრალოდ დიდი საფლავია, რომელშიც ფარაონის მუმიასთან ერთად თითქმის ყოველთვის მის მონა მორჩილ მსახურებსაც ატანდნენ. ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ, გვანუგეშეთ, ჩვენც განუგეშეთ. რაღაცა იქნება. რაღაცა აუცილებლად იქნება. დროებით.